ირანის ხელმძღვანელობა არც თუ უკეთეს მდგომარეობაშია. სასოწარკვეთილები და დამალულები, ისინი მიწისქვეშეთში იმალებიან შიშით, ასე იქცევიან ვირთხები. მაშინ, როცა მსოფლიო ყურადღებას ამახვილებს რაკეტებზე და რაკეტებზე და აშშ-ის ისრაელისა და ირანის ომისგან გამოწვეულ განადგურებაზე, კულისებს მიღმა რაღაც უფრო მშვიდი ხდება. ირანის მმართველი ლიდერები, მოლები, რომლებიც 10 წლეულები ახებიც 10 წლეულებია ხელისუფლებაში არიან, პანიკაში ვარდებიან. ისინი მხოლოდ ხილული ზიანის გამო არ ღელავენ. იციან, რომ შეიძლება რაღაც უფრო საშინელი მოდიოდეს. თუნდაც ომი დღეს დასრულდეს, მათი ცხოვრება აღარასოდეს იქნება იგივე. რატო? კარგი, იმიტომ რომ ფული უმთავრდება. ეს გადაჭარბება არ არის. ირანის ეკონომიკა პრობლემაშია და სასულიერო პირები კარგავენ ერთადერთ რამეს, რაც მათ ძალაუფლებას ამუშავებს – ფულს. წლების განმავლობაში რეჟიმი ინარჩუნებდა კონტროლს სიმდიდრის გამოყენებით, რათა ერთგული მიმდევრები დაეჯილდოებინა და მთავრობა ემუშავებინა. სისტემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ფული უწყვეტად მოდის, მაგრამ ეხლა ყველაფერი ინგრევა და როცა ფული მიდის, მათი ტიტულები და შიშზე დაფუძნებული ტაქტიკები ძალას კარგავს. იმის გასაგებად თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, საჭიროა ომამდე პერიოდს დაუბრუნდეთ. ირანი 2026 წელს ძლიერი ეკონომიკით არ დაუწყია, რომელიც მოულოდნელად ომმა გაანადგურა. სიმართლე ისაა, რომ ქვეყანას წლებია ფული არ ყოფნის. ომმა კი ეს სისუსტე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სანამ რაკეტები დაიწყებდა დაცემას, ირანი უკვე მძიმე სანქციების წინაშე იდგა, რომლებმაც მის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამ სანქციებმა ირანის ნავთობის ექსპორტი 2025 წლისთვის დღეში დაახლოებით 1.5 მილიონ ბარელამდე შეამცირა, რაც ნაკლებია იმ რაოდენობის ნახევარზე, რასაც ქვეყანა 2018 წლამდე აწარმოებდა. ეს ბევრად ნაკლებ შემოსავალს ნიშნავდა. ამავე დროს ძირითადი ინდუსტრიების სირთულეებს განიცდიდა. უცხოელი ინვესტორები თავს იკავებდნენ, ხოლო რეალი, ირანის ვალუტა, ფასს კარგავდა. 2025 წლის ბოლოსთვის რეალის კურსი თითქმის 95%-ით დაეცა სულ რამდენიმე წელთან შედარებით. ეს უბრალოდ რიცხვი არ იყო. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეკონომიკაზე და ნდობაზე დამანგრელად აისახა. ბუნებრივია, როცა ხალხი ფულზე ნდობას კარგ აგავს, ეკონომიკა რყევას იწყებს. ნდობის შემცირებასთან ერთად ფასები გაიზარდა. ინფლაცია 2025 წლის შუაში 50%-მდე ავიდა და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, წელს კი 68%-ს მიაღწია. ბევრი ირანელისთვის კრიზისი უკვე რეალური იყო მანამდეც, სანამ პირველი რაკეტები აფრინდებოდა. ეს იგრძნობოდა საკვების გაძვირებაში, ხელფასების შემცირებულ ღირებულებაში და ჩუმ შიში, რომ ცხოვრება კიდევ უფრო გართულდებოდა. სწორედ ეს ხდის ომს ასე დამანგრეველს. მან არ გამოიწვია კრახი. მან უკვე მწყობრიდან გამოსული სისტემა თავის ზღვარს გადააცილა. წლების განმავლობაში იზრდებოდა ზეწოლა. სანქციებმა ირანი მსოფლიო ფინანსური სისტემის დიდი ნაწილისგან მოწყვიტა, რამაც ნაკლები ინვესტიციები და ნაკლები არჩევანი გამოიწვია. მთავრობა სწრაფ გადაწყვეტილებებს ეყრდნობოდა იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც ფრთხილი მართვა სჭირდებოდა. კორუფციამ გააცალა რესურსები, რომლებიც ქვეყნის სტაბილიზაციას შეძლებდა. სახელმწიფო კომპანიები ფულს იწოვდნენ, მაგრამ სანაცვლოდ თითქმის არაფერს აბუნებდნენ. და ამ ყველაფრის ფონზე ინფლაცია განაგრძობდა ხელფასებისა და დანაზოგების შემცირებას. იმ დროისთვის, როცა აშშ-ს ისრაელსა და ირანს შორის ომი დაიწყო, ეკონომიკა არა მხოლოდ სუსტი იყო, არამედ თითქმის მთლიანად ამოწურული. თითქმის არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაუმკლავებოდა შოკებს. და ომი ყოველდღიური შოკია. შემდეგ ბრძოლა გამზაფრდა და ყველაფერი დაჩქარდა. შეტევების მასშტაბმა, ბრძოლის ტემპმა და ინფრასტრუქტურაზე ზეწოლამ, ირანი აიძულა ფული უფრო სწრაფად დაეხარჯა, ვიდრე მისი აღდგენა შეძლებოდა. ეს უბრალოდ მოკლე კონფლიქტი არ იყო, რომელსაც ქვეყანა უბრალოდ გადაიტანდა. ეს იყო მუდმივი ზეწოლა. ყოველი პასუხი ფულს ღირდა. ყოველი შეტევა აზიანებდა რამე ღირებულს. ყოველი დაპირება მოკავშირეებისადმი რეჟიმისთვის კიდევ უფრო დიდ ვალს ქმნიდა, რომელიც ჯერ კიდევ გადასახდელია. ამის გამო პრიორიტეტები ერთ ღამეში შეიცვალა. ეკონომიკა ომის რესურსად იქცა, მაგრამ ამავდროულად გახსნილ ჭრილობადაც, რომელიც სულ უფრო მძიმდება. მილიარდები გადაიტანეს რაკეტებზე, დრონებზე და რეგიონში მოკავშირე ჯგუფების მხარდაჭერაზე. ამავე დროს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა, რაც ფულის შოვნასა და საზღვრებს მიღმა გადატანას კიდევ უფრო ართულებს. ირანი ფაქტობრივად ერახსა და რთულ მდგომარეობას შორის მოექცა. მისი ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როცა შემოსავალი შეზღუდული დარჩა. თუ მის საგარეო რეზერვებს შეხედავთ, ნათლად დაინახავთ, რამდენად მცირე სისივრცე დარჩა ირანს. 10 წლის წინ ქვეყანას 120 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა რეზერვებში. ბოლო თვეებში ეს რიცხვი 20-დან 30 მილიარდამდე დაეცა. ეს ჩვეულებრივი ვარდნა არ არის. ეს ფინანსური ძალის კოლაფსია. რეზერვების გარეშე მთავრობას ძალიან მცირე შესაძლებლობა აქვს დაიცვას ვალუტა და ამშვიდოს ბაზრები ან შეამციროს ინფლაციის გავლენა. ისიც კი რაც უნდა დახმარებოდა, ნავთობის მაღალი ფასები თავისი შეზღუდვებით ახლავს. ეს მაღალი გლობალური ნავთობის ფასები, რასაც ახლა ვხედავთ, მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა თუ შეგიძლია ნავთობის სტაბილურად ექსპორტი და მისთვის ანაზღაურების მიღება. მაგრამ აშშ-ის ძალისმევის გამო ირანის მარშრუტები დარღვეულია. ვაჭრობა უფრო რთული გახდა და სანქციები კვლავ ბლოკავს ფულის ნორმალურ მოძრაობას. ასე რომ, მაშინაც კი როცა ფასები ხელსაყრელია, რეჟიმი ვერ სარგებლობს სრულად და მოლები ჯიბეებს ვერ ივსებენ. შემოსავალი, რომელიც ადრე სისტემას აცოცხლებდა, ეხლა სპორადულია, შეზღუდული და მუდმივი წნეხის ქვეშაა. ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ომი მხოლოდ სამხედრო გამოწვევა არ არის. ეს ყოველდღიური ეკონომიკური დანაკარგია. ფული მუდმივად გადის ქვეყნიდან, ხოლო უკან ძალიან ცოტა ბრუნდება. სახელმწიფოს უჭირს კონფლიქტს ფეხი აუწყოს, რომელიც ყოველ კვირას უფრო მეც ითხოვს. და ამას კიდევ უფრო ანძიმებს ის ფაქტი, რომ საფუძველი, რომელზეც ის დგას, ომამდე უკვე ბზარებით იყო სავსე. ამიტომაცაა ზიანი ასე თვალსაჩინო. მაღაზიების თაროები ნაკლებად სანდოა, იმპორტს მეტი დრო სჭირდება.
მუშები ელოდებიან ხელფასებს, რომლებიც აგვაგვიანებს ან ზოგჯერ საერთოდ არ მოდის. ფასები იმატებს უფრო სწრაფად, ვიდრე ოჯახებს შეუძლიათ ადაპტირება. ვალები იზრდება, რადგან მთავრობა ცდილობს ყველაფერი შეინარჩუნოს ნაკლები რესურსებით და ნით და ნაკლები ფულით. და მოლები, ხო, ისინი პანიკაში არიან, რადგან ეს ყველაფერი ვითარდება და მათი სიმდიდრე ქრება. მოდით შევხედოთ ერთ-ერთ ყველაზე ნათელ გაფრთხილების ნიშანს, რომ ირანის ეკონომიკა კრიზისშია – ბანკები. ირანის საბანკო სისტემა სერიოზულ პრობლემაშია. ბანკები უნდა უზრუნველყოფდნენ ფულის მოძრაობას. ისინი გასცემენ სესხებს, მხარს უჭერენ ბიზნესებს და ქმნიან განცდას, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ მუშაობს. საკმაოდ მარტივია, არა? სწორედ ამიტომ, როცა ბანკები იწყებენ ჩავარდნას, ეს ნამდვილი კრიზისის ნიშანი. ეს გარდამტეხი მომენტი აშკარა გახდა 2025 წლის ბოლოს, როდესაც ბანკი ალენდე, ირანის ერთ-ერთი მთავარი კერძო კრედიტორი, დაიხურა. მისი დეპოზიტები და ვალები, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2.5 კვადრილიონ რეალს, ანუ დაახლოებით $5 მილიარდ შეადგენდა, არ გამქრალა. ისინი გადაეცა ბანკ მელეს, ყველაზე დიდ სახელმწიფო ბანკს. ზედაპირზე ეს გადარჩენას გავდა. სინამდვილეში ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი. პრობლემა არ მოგვარდნილა, უბრალოდ ადგილი შეიცვალა. ზეწოლა, რომელიც ერთ ჩამოშლილ ინსტიტუტში იყო კონცენტრირებული, უბრალოდ სისტემის სხვა რდენზე გადავიდა, ხო სახელმწიფოზე გადავიდა. ალენდეს ჩამოშლის მიზეზმა აჩვენა, რამდენად გახცნილია ფინანსური სექტორი. ეს ბანკი ცნობილია იყო ინსაიდერული დაკრედიტებითა და კორუფციით. ფულს მიმართავდა პოლიტიკურად დაკავშირებულ პროექტებში, რომლებიც არასდროს აბრუნებდნენ თანხას. მან მილიარდები ჩადო პრესტიჟულ პროექტებში, როგორიცაა ირან მოლი თეირანში, მსოფლიოში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში, რომელიც მდგრადი შემოსავლის წყაროს ნაცვლად გადაჭარბების მონუმენტად იქცა. ამავე დროს ალენდე დეპოზიტებს იზიდავდა ოფიციალურ ზღვარზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს თავაზობდა, რითაც ქმნიდა ციკლს, სადაც ახალი ფული ძველი ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებოდა. 2025 წლის ბოლოსთვის ბანკის ვალდებულებები 2.5 კვადრილიონ რეალს მიაღწია, რაც ირანის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფინანსურ კრახად აქცია. როდესაც ბანკი გაკოტრდა, სახელმწიფოს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ზარალი აეღო საკუთარ თავზე. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მხოლოდ გააცარიელა ბანკი მელე. სისტემის სტაბილიზაციის ნაცვლად რეჟიმმა რისკი თავისი ყველაზე დიდ ბანკში კონცენტრირდა, რის შედეგადაც მთელი ფინანსური სტრუქტურა უფრო მყიფე გახდა. ალენდეს დანაკარგების დაფარვას ფულის ბეჭდვა სჭირდებოდა, რამაც ინფლაცია, რომელიც უკვე 45%-ზე მეტი იყო, კიდევ უფრო გააუდევსა. რეალი აგრძელებდა ვარდნას, უმუშევრობა გაიზარდა და სიღარიბე გაღრმავდა. ეს მხოლოდ საბანკო კრახი არ იყო, ეს იყო უფრო ფართო ეკონომიკური კრიზისის სიმპტომი. ვალდებულებების გადატანით და არა რეფორმებით, მოლებმა ნათლად აჩვენეს თავიანთი პრიორიტეტები. ელიტის სიმდიდრის დაცვა, თუნდაც ეს მთელი სისტემის კოლაფს დაახლოვებს. ალენდეს კრიზისი იყო გაფრთხილება, რომ ირანის ფინანსური საფუძვლები ინგრევა. და ალენდე ერთადერთი სუსტი წერტილი არ იყო. რამდენიმე სხვა ბანკიც უკვე სერიოზული წნეხის ქვეშაა, მათ შორის სეპა, მილათი, დეი და ირამ ზამინი. სეპა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მჭიდრო კავშირების გამო რევოლუციურ გვარდიასთან. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ბანკი არ არის. ის დაკავშირებულია სამხედრო პროექტებსა და სახელმწიფო ოპერაციებთან, სახელმწიფო ოპერაციებთან. თუ ასეთი ბანკი წაბორძიგდება, ზიანი მხოლოდ ფინანსურ სფეროში არ დარჩება. ის ვრცელდება რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურებშიც. რატომ არიან ეს ბანკები ასეთი სუსტები? პასუხი მარტივია. წლების განმავლობაში ისინი ცუდი სესხებით იყვნენ დატვირთულები. ფული გაიცემოდა სახელმწიფო კომპანიებზე, პოლიტიკურად დაკავშირებულ პროექტებზე და შინაურებზე, რომელთა ბიზნესიც ხშირად რეალურ მოგებას არ იძლეოდა. ქაღალდზე ეს სესხები აქტივებად ითვლება. რეალურად კი ბევრი მათგანი არასდროს დაბრუნებულა. ზარალები ბუღალტრული ხრიკებითა და ჩუმი სახელმწიფო მხარდაჭერით იმალება, რაც ჯანმრთელობის ილუზიას ქმნის. თუ ამას მოაშორებ, სიმართლე ძალიან უსიამოვნოა. ბანკები დიდი ხანია პრობლემებს განიცდიან, რადგან მულები და სასულიერო პირები მათ პარაზიტებივით ეწებრებიან. ეს სისუსტე პირდაპირ ვრცელდება მთელ ეკონომიკაზე. როდესაც ბანკები ძალას კარგავენ, ისინი ზრდის მხარდაჭერას წყვეტენ. სესხები აღარ გაიცემა. კომპანიები, რომლებსაც კრედიტი სჭირდებათ საქონლის შემოსატანად, მუშაკების გადასახდელად ან უბრალოდ გადარჩენისთვის, პრობლემებს აწყდებიან. წარმოება ნელდება, მიწოდება მცირდება და ფასები კიდევ უფრო იზრდება. სამუშაო ადგილები ქრება. რაც ბანკების სექტორში იწყება, ყველაფერს ედება. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შედეგი მყისიერია. დანაზოგები სწრაფად კარგავს ღირებულებას. ზოგ შემთხვევაში ამ დანაზოგებზე წდომა გაურკვეველი ხდება. იწყება თანხის გატანის დაგვიანებები, ნდობა ქრება. როგორც კი ხალხს აღარ სჯერა, რომ მათი ფული ბანკში უსაფრთხოა, ისინი ცდილობენ სხვაგან გადაიტანონ, თუ შეუძლიათ. ზოგი დოლარს ეძებს, ზოგი ოქროს ფიდულობს, ზოგი კი არაოფიციალურ ბაზრებს მიმართავს. თითეული არჩევანი ინდივიდისთვის ლოგიკურია, რია, მაგრამ მთლიან სისტემას კიდევ უფრო ასუსტებს. თუ ჯერ კიდევ უყურებ ამ ეკონომიკურ კატასტროფას და გინდა მეტი ასეთი ანალიზი, მანამ სანამ რეალი მთვარეზე ავა და აჯირე მოწონებას, გამოიწერე არხი და ჩართე შეთხობინებები. რადგან როცა ნაღდი ფული საბოლოოდ ამოიწურება, გინდა აქ იყო ენკორისთვის. დაუბრუნდეთ საქმეს. საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის ფონზე მთავრობა კვლავ აგრძელებს ომში ფულის ჩადებას. სწორედ ეს ხდის ამ სიტუაციას ასეთ საშიშს. ყოველი რეალი, რომელიც რაკეტებს, დრონებს და რეგიონულ ოპერაციებს ხმარდება, შეიძლება ადგილობრივ ბიზნესებს დაეხმაროს, ან ოჯახებზე ზეწოლა შეამსუბუქოს. რეჟიმი საზღვარგარეთ გადარჩენაზე ხარჯავს ფულს, მაშინ როცა ქვეყნის შიგნით სისტემა სულ უფრო სუსტდება. ამ ფინანსური ნაკადის გარეშე მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერგეთს კარგავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რეალი ყველაზე მკვეთრად ასახავს კონტროლის დაკარგვას. ის იმდენად დაეცა, რომ ეხლა მსოფლიოში ყველაზე სუსტი ვალუტაა.
შედეგი? ჩამოშლილი ვალუტა ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. იმპორტი ერთ ღამეში ძვირდება, რადგან ყველაფერი, რაც დოლარშია შეფასებული, მოულოდნელად ბევრად მეტი ღირს რეალში. ბიზნესებს დაგეგ მოუჭერთ, რადგან არ იციან, როგორი იქნება ხარჯები მომავალ თვეში. ზოგი საერთოდ წვეთს იმპორტს, სხვები კი ფასებს ზრდიან მხოლოდ გადარჩენის მიზნით. ეს კი ინფლაციას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობაც გრძნობს ამ ზეწოლას. უკეთეს პერიოდში მას შეეძლო სუბსიდიებისა და საჯარო ხარჯების გამოყენება, რათა შეემსუბუქებინან უკმაყოფილება და შეენარჩუნებინან მხარდაჭერა. მაგრამ, როდესაც ვალუტა ასე სწრაფად უფასურდება, ეს ინსტრუმენტები ძალას კარგავს. ფულის გადახდას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როცა ეს ფული ყოველ კვირას უფრო ნაკლებს ყიდულობს. ფასების კონტროლი, ინდუსტრიების მხარდაჭერა და საზოგადოების უკმაყოფილების უფრო დიდ პრობლემად გადაქცევის შეჩერება უფრო რთული ხდება. ეს ვარდნა ერთ წრეში არ მომხდარა. რეალი წლების განმავლობაში სუსტდებოდა, მაგრამ 2020 წლის შემდეგ ვარდნა მკვეთრად დაჩქარდა. მას შემდეგ მან თითქმის მთლიანად დაკარგა თავისი ღირებულება დოლართან მიმართებაში, რამაც გამოიწვია ის მრავალი ეკონომიკური პრობლემა, რომელზეც აქ ვსაუბრობთ. კოლაფსი მხოლოდ გაცვლით კურსებს ან ფინანსურ სიახლეებს არ ეხება. ეს ეკონომიკური კონტროლის დაკარგვას ნიშნავს. ქვეყანას სჭირდება მოქმედი ვალუტა ვაჭრობისთვის, ხელფასების გასაცემად, აუცილებელი საქონლის შემოსატანად და ბაზრების მოძრაობისთვის. როცა ეს საფუძველი ინგრევა, ყველაფერი რაც მასზე აგებული არამდგრადი ხდება და სწორედ ეს ხდება ახლა. ბანკები სუსტია, ვალუტა უფასურდება, ინფლაცია იზრდება, ბიზნესები წვალობენ, ოჯახებიც ნეხში არიან. მთავრობა ომზე ხარჯავს ფულს, მაშინ როცა კარგავს ფინანსურ ბერკეტებს, რომლებსაც ადრე არეულობის სამართავად იყენებდა. თითეული პრობლემა მეორეს აძლიერებს. აი, რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი ირანის მმართველი ელიტისთვის? მათი ძალაუფლება არასოდეს დამყარებულა მხოლოდ იდეოლოგიაზე. ის ასევე დამოკიდებულია მათ უნარზე, დახარჯონ ფული, დააჯილდოონ ერთგული მინდევრები, დააფინანსონ რეპრესიები, მხარი დაუჭირონ მოკავშირეებს და დაამშვიდონ არეულობა მაშინ, როცა მხოლოდ ძალა საკმარისი არ არის. მაგრამ როცა ფული იწურება, ეს ბერკეტი სუსტდება. მულებმა თავიანთი მმართველობა ფულზე ააგეს, რომ ერთგულება ერიდათ. შიში დაენერგათ. ეხლა ეს ფული ქრება. ირანის რევოლუციური გვარდიის სანდოობა ირღვევა და მთელი სტრუქტურა ირღვევა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, თუ სად მიდის ის მცირე თანხა რაც დარჩა. იმის ნაცვლად, რომ ეს ფული ქვეყნის შიგნით სტაბილურობისთვის გამოიყენონ, მისი დიდი ნაწილი თეირანის ახლო აღმოსავლურ ქსელს ხმარდება. ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის განზრახ სტრატეგია, რომელიც უმაღლეს დონეზეა ჩამოყალიბებული. მულები ამ ხარჯებს იმიტომ ახორციელებენ, რომ მათი აზრით ეს მათ ხელისუფლებაში ტოვებს. ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუთები, ასევე ერაყსა და სირიაში მოქმედი მებრძოლები უბრალოდ მოკავშირეები არ არიან. ისინი რეჟიმის გავლენის გაგრძელებაა. ისინი ირანს აძლევენ ძალას ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ეს გავლენა შეიძლება ბერკეტად იქცეს. ეს ეხმარება მოლაპარაკებებში, ახდენს ზეწოლას მეტოქეებზე და საშუალებას აძლევს ხელმძღვანელობას აჩვენოს ძალა მაშინაც კი, როცა ქვეყნის შიგნით ეკონომიკა სუსტია. თუ ციფრებს დააკვირდებით, მიხვდებით, რამდენად სერიოზულია ეს ვალდებულება. ჰეზბოლა მარტო წელიწადში თითქმის $700 მილიონ იღებს. ჰამასი იღებს დაახლოებით $100 მილიონ სირიაში. მილიარდები დაიხარჯა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებაში დასატოვებლად სამხედრო დახმარების, ნავთობის მიწოდებისა და გრძელვადიანი საკრედიტო ხაზების მეშვეობით. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ფული მაინც დაიხარჯა. ჰუთები ასობით მილიონს იღებენ მათი რაკეტებისა და დრონების პროგრამების შესანარჩუნებლად, ხოლო ერაყში მილიციები კვლავ იღებენ დაფინანსებასა და აღჭურვილობას. საერთო ჯამში ირანმა 2012 წლიდან ამ ქსელში $16 მილიარდ მეტი დახარჯა. ხელმძღვანელობის თვალსაზრისით ეს ხარჯები ერთგვარი დაზღვევაა. ეს ირანს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ტოვებს და რეჟიმს გარე საფრთხეების განიცავს. ამ ჯგუფების გარეშე ირანის გავლენა შემცირდებოდა და მასთან ერთად მულების შესაძლებლობაც შეენარჩუნებინათ ძალაუფლება საკუთარ ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სუსტდება, ეს დაფინანსება გრძელდება, რადგან მულებისთვის ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხალხის ტანჯვა. და სწორედ აქ ხდება ამ არჩევანის საფასურის უგულებელო ყოფა შეუძლებელი. ყოველი დოლარი, რომელიც საზღვარგარეთ იგზონება, ნიშნავს $1, რომელიც ირანში არ იხარჯება. იგივე თანხა შეიძლებოდა გამოყენებულიყო რეალის გასამყარებლად, პრობლემური ბანკების დასახმარებლად, ან საბაზისო სერვისების გასაუმჯობესებლად. ამის ნაცვლად ეს ფული ქვეყნიდან გადის იმ დროს, როცა სისტემა უკვე ზეწოლის ქვეშაა. როცა ეს მიმდინარე ომი მძაფრდება, ფულის გადინება არ ნელდება. პირიქით, იზრდება. მეტი დრონი, მეტი რაკეტა, მეტი ლოგისტიკა და მეტი მხარდაჭერა, რომ ეს ჯგუფები აქტიურები დარჩნენ. ამ დროს კი ირანში არსებული პროექტები ჩერდება, გზები უფუჭდება. ენერგოსისტემები ვერ აუდიან მოთხოვნას. წყალმომარაგების სისტემები ჩამორჩება საჭიროებებს. საბადმყოფოებში დეფიციტია. მასწავლებლები გაგვიწიტია, მასწავლებლები კი დაგვიანებულ ან აუღებელ ხელფასებს ებრძვიან. კონტრასტი აშკარა ხდება. რესურსები კონფლიქტში მიედინება. მაშინ როცა ყოველდღე ცხოვრება სახლში უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება. დროთა განმავლობაში ეს უფრო ღრმა პრობლემად იქცევა. ბევრი ირანელი ხედავს, რომ მათი ცხოვრების პირობები უარესდება, მაშინ როცა უზარმაზარი თანხები იხარჯება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს სხვაობა იწვევს უკმაყოფილებას და აძლიერებს არეულობას. ეს რისხვა წლების განმავლობაში გროვდება. 2022 წელს მაჰსა ამინის პატიმრობაში მოკლამ გამოიწვია მოძრაობა, ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება. ქალებმა თავიანთი ჰიჯაბები ქუჩაში დაწვეს. ახალგაზრდები რეჟიმის წინააღმდეგ სკანდირებდნენ. სასტიკმა რეპრესიებმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ წინააღმდეგობა ბოლომდე ვერასდროს ჩაახშო. ეს ცეცხლი 2025 წლამდე ნელ-ნელა გრძელდებოდა. შემდეგ კი კვლავ აგიზგიზდა, როცა გასული წლის ბოლოს ვალუტის კრახმა და ინფლაციის ზრდამ ქვეყანას შეარყია. პურის ფასებზე პროტესტი ძველ უკმაყოფილებას შეერწყა. ბაზრები და უნივერსიტეტები კვლავ აფეთქდა. ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ქვეყანას აღადგენდნენ, უკვე ქვეყნიდან წასვლას არჩევენ.
120,000-ზე მეტი ირანელი სტუდენტი ახლა საზღვარგარეთ სწავლობს. ეს რიცხვი ბოლო 4 წელიწადში გაორმაგდა. რეკორდული რაოდენობით ტოვებენ ქვეყანას ექიმები, ინჟინრები და ტექნოლოგიების სფეროს მუშაკებიც. 4 მილიონზე მეტი ირანელი ახლა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოვალ 10 უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიდან 6-ს სურს მათ შეუერთდეს. ოჯახები იყოფა, უნარები ქრება და მომავალი თაობა, რომელიც უნდა იწყებდეს ბიზნესებს, ან მართავდეს საავადმყოფოებს. ახალ ცხოვრებას იწყებს ევროპაში, კანადაში ან ურის ქვეყნებში. რეჟიმი მხოლოდ ფულს არ კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც კარგავს. როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდება, სახლში ნაკლები ნიჭიერი ახალგაზრდა დარჩება, რომ დაეხმაროს ეკონომიკას იმ 40 ამოსვლაში, რომელიც მულებმა გათხარეს. მაგრამ ირანის მმართველები არ არიან ბრმები იმაზე, რაც ხდება. ისინი ხედავენ, როგორ ინგრევა ეკონომიკა, მაგრამ მათი რეაქციები მათ პრიორიტეტებს აჩვენებს. თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი სთავაზობენ, უფრო მეტად მათი ქონების დაცვაზე ორიენტირებული, ვიდრე სისტემის გამოსწორებაზე. სწორედ ამიტომ მათი პირველი ინსტინქტი ფულის ბეჭდვაა. როდესაც დეფიციტი იზრდება, ისინი ცენტრალურ ბანკს ეკრდნობიან, რომ შევსონ ხარვეზები. 2021 წელს ირანში ფულის მასა 40%-ზე მეტით გაიზარდა და 2023 წლისთვის ინფლაცია უკონტროლო გახდა. ფულის ბეჭდვა მოკლევადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ერთგული ადამიანებისთვის ხელფასების გადახდას, მაგრამ ანადგურებს შესყიდვის უნარს. ყოველი ხელფასი ნაკლებს კიდულობს. დანაზოგები ქრება და ჩვეულებრივი ოჯახები მზარდი ხარჯების ქვეშ იჭყლიტებიან. როცა ეს აღარ არის საკმარისი, ისინი ბიუჯეტს მიმართავენ. ფუჩი ხარჯების შემცირების ან კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ისინი თანხებს გადაანაწილებენ იმ ქსელების დასაცავად, რომლებიც რეჟიმს ძალაუფლებაში ამყოფებს. 2022 წელს ჯანდაცვის ხარჯები ეროვნული ბიუჯეტის 5%-ზე ქვემოთ დაეცა. მაშინ როცა სამხედრო და უსაფრთხოების დაფინანსება უცვლელი დარჩა. ერთგულებთან დაკავშირებული სუბსიდიები შენარჩუნდა, მაშინ როცა საავადმყოფოები, სკოლები და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო უკან გადაიწია პრიორიტეტებში. ირანის რევოლუციური გვარდიის კომპანიები და სეტედის იმპერია დაცული დარჩა, მაშინ როცა საზოგადოებრივი სერვისები გაუარესდა. ამ მოკლევადიანი გამოსავლების მიღმა ბარიერები სტრუქტურულია. ნავთობი ადრე მთავრობის შემოსავლის 80%-ის შეადგენდა, მაგრამ სანქციებმა ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. გლობალური ბაზრებისგან იზოლაცია, უცხოურ ინვესტიციებზე წვდომას ბლოკავს. და მაშინაც კი, როცა ხელშეკრულებები იდება, სახელმწიფო სექტორის არაეფექტიანობა სარგებლის დიდ ნაწილს შთანთქავს. კორუფცია ყოველწლიურად მილიარდებს შთანთქავს, ხოლო დამკვირვებლები აფასებენ, რომ საჯარო კონტრაქტების 30%-მდე ქრთამში იკარგება. თავად რეფორმაც პოლიტიკით არის შეზღუდული. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც სასულიერო პირების კონტროლს ემუქრება, უბრალოდ დაუშვებელია. პრივატიზაციის მცდელობები ჩერდება, საბანკო რეფორმები არასდროს მიდის ბოლომდე და კორუფცია ხელუხლებელი რჩება. ეს კი მძიმე სიმართლემდე მიუღავართ. არ არსებობს სწრაფი ან მარტივი გზა უკან დასაბრუნებლად. სისტემა ისეა აგებული, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ კონტროლთან. ერთის გამოსწორება მეორის დასუსტებას ნიშნავს. სანამ ეს არჩევანი ძალაშია, ნამდვილი აღდგენა მიუღწეველია. ეს კი ყველაფერს აბრუნებს იმაზე, რა მოხდება, როცა ომი დასრულდება. შვიდობა სისტემას არ განაახლებს, პირიქით, ის მას გამოავლენს. აღდგენას დასჭირდება რესურსები, რომლებიც ირანს აღარ აქვს. სავალუტო რეზერვები შემცირებულია, ბანკები არასტაბილურია და სანქციები ერთ დღეში არ გაქრება. ნავთობის შემოსავალი არასაიმედოა. რეალი დანგრეულია და ინვესტორთან დობა თითქმის არ არსებობს. ასე რომ შვების მაგივრად, ომის დასასრული ახალ ზეწოლას ქმნის. აღდგენის საჭიროება პირდაპირ ეჯახება იმავე შეზღუდვებს, რომლებმაც თავდაპირველად გამოიწვია კოლაფსი. ფავრობისგან ელიან, რომ აღადგენს სერვისებს, დაასტაბილურებს ეკონომიკას და აღადგენს ინფრასტრუქტურას, მაგრამ მას ამისთვის არ აქვს საკმარისი ფული, სანდოობა და მოქნილობა. ამიტომ, შვების ნაცვლად, ომის დასრულება ახალ ზეწოლას ქმნის. აღდგენის საჭიროება პირდაპირ ეჯახება იმავე შეზღუდვებს, რომლებმაც თავდაპირველად გამოიწვია კოლაფსი. თავრობისგან ელიან, რომ აღადგენს სერვისებს, დაასტაბილურებს ეკონომიკას და აღადგენს ინფრასტრუქტურას, მაგრამ მას ამისთვის არ აქვს საკმარისი ფული, სანდოობა და მოქნილობა. რისკები ნათელია. ომის დასრულება ნორმალურ მდგომარეობას არ დააბრუნებს. ეს უფრო ღრმა შიდა გამოცდას მოიტანს. სასულიერო პირები შეეჯახებიან მოსახლეობას, რომელმაც უკვე გადაიტანა წლების ეკონომიკური წნეხი და პოლიტიკური რეპრესიები, ახლა კი რეჟიმს ხედავენ, რომელიც როგორც დასუსტებულია, ასევე გაკოტრებული. ქაღალდზე სისტემა შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს, მაგრამ მის უკან ფულის გარეშე მისი ძალაუფლების შენარჩუნება ბევრად უფრო რთული ხდება. ფული ყოველთვის კონტროლის საკრდენი იყო. ფული ყიდულობს ერთგულებას, აფინანსებს უსაფრთხოების ძალებს და ამცირებს არეულობას. როგორც კი ეს ფული ქრება, ეს ინსტრუმენტები ერთდროულად სუსტდება და რეჟიმის ძალაუფლება რეალურად იწყებს შესუსტებას. ეს კოლაფსი ირანის საზღვრებში არ შემოიფარგლება. ბოლო წლებში გამოძიებებმა გამოავლინა ისეთი ფიგურების, როგორიცაა მუჯთაბა ხამენეი, დამალული ქონება, მათ შორის ძვირადღირებული უძრავი ქონება ლონდონში, დუბაიში და ევროპაში, რომლის ღირებულება მილიარდებს აღწევს. ეს აქტივები შეიქმნა ფიქტიური კომპანიებისა და შუამავლების მეშვეობით, ჩრდილოვანი იმპერია, რომელიც შექმნილია სასულიერო პირების სიმდიდრის სანქციებისგან დასაცავად. მაგრამ ეს ფარი იბზარება. დასავლეთის მთავრობებმა დაიწყეს ანგარიშების გაყინვა, შუამავლების სანქცირება და ხამენეის ოჯახთან დაკავშირებული ქონების მიზანში ამოღება. ორი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში სასულიერო პირები კარგავენ გარე ბუფერს, რომელიც ადრე მათ იცავდა. მილიარდობით დოლარის საზღვარგარეთის შემოსავალი გაყინულია. ირანის ქსელებთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის საფულეები დაბლოკილია, ხოლო მოჯთაბას იმპერია ახლა დაკვირვების ქვეშაა. მეორეც, ამ უცხოურ აქტივებზე წდომის გარეშე რეჟიმი იძულებულია მთლიანად დაცლილ შიდა ეკონომიკაზე დაეღდნოს.
ფულის ბეჭდვა, საბანკო ვალდებულებების გადანაცვლება და სუბსიდიების შემცირება შეიძლება დროის მოგებას ნიშნავს, მაგრამ ისინი ვერ აღადგენენ სანდოობას და ვერც ძალას. როცა ომი დასრულდება, ეს ორმაგი დანაკარგი გადამწყვეტი იქნება. მულებს მოუწევთ ქვეყნის წინაშე წარდგომა, რომელიც აღდგენას მოითხოვს, მაშინ როცა მათი საზღვარგარეთული ქონება დაბლოკილია და შიდა სისტემა ინგრევა. საბრძოლო ველი შეიძლება ჩუმი იყოს, მაგრამ ფინანსური ანგარიშსწორება უფრო ხმამაღლა დაიგრგვინებს. და ეს ანგარიშსწორება მხოლოდ მათ ქონებას არ წაართმევს, შეიძლება ძალაუფლებაც წაართვას. მაშ რა მოხდება, როცა ომი დასრულდება და ელიტებს ფული აღარ ექნებათ? გადავლენ უბრალოდ სამოქალაქო ცხოვრებაში და სადმე თეირანში კარგ ბინებში იცხოვრებენ. როცა მულებს ფული გაუთავდებათ, რაღაც უფრო ღრმა იწყებს ცვლილებას. შიში, რომელმაც ხალხი წლების განმავლობაში ჩუმად ამყოფა, სუსტდება. 10 წლეულების განმავლობაში ეს შიში თავისით არ არსებობდა. ის ძალით იყო დამყარებული. რეჟიმი აკრდნობოდა ირანის რევოლუციურ გვარდიას, რომ ჩაეხშო წინააღმდეგობა, შეიარაღებული დანაყოფები ქუჩებში გამოჰყავდა, დემონსტრანტებზე ისროდა, ათასებს აპატიმრებდა და მთელ საზოგადოებებს აშინებდა. ეს სისტემა მტკიცედ იდგა, რადგან ირანის რევოლუციური გვარდია ერთგული იყო, კარგად დაფინანსებული იყო და მისი ეშინოდათ. მაგრამ ეს ბალანსი მხოლოდ მანამ მუშაობს, სანამ ფული მოდის. თუ ირანის რევოლუციური გვარდია გარე ზეწოლის შედეგად დასუსტდება და არტეში უფრო ცენტრალურ როლს შეითავსებს, სასულიერო პირები თავიანთ ყველაზე სანდო კონტროლის ბერკეტს დაკარგავენ. როგორც კი ეს მოხდება, სისტემა იწყებს დაშლას. ფულის გარეშე ისინი ვერ შეინარჩუნებენ ერთგულებას. ერთგულების გარეშე ვერ მოახდენენ შიშის დამყარებას და შიშის გარეშე ის ფარი, რომელიც მათ იცავდა, ქრება. ეს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი იწყებს შესაძლებლობის დანახვას. როდესაც ეს შესაძლებლობა ჩნდება, მას არ ხვდება მშვიდი ან მოთმინებით სავსე მოსახლეობა. ეს რისხვა წლების განმავლობაში გროვდებოდა და არსად გამქრალა. ოჯახები, რომლებმაც საპროტესტო აქციების დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს, ამ მოგონებას დღემდე ატარებენ. მუშები, რომლებმაც იხილეს, როგორ დაეცა მათი ხელფასი. და სტუდენტები, რომლებმაც დიალოგის ნაცვლად თოიებს შეეჯახნენ, არ დავიწყებიათ ის, რაც გადაიტანეს. ეს იმედგაცრუება შეკავებულია, მაგრამ არამოგვარებული. როდესაც რეჟიმს აღარ შეუძლია სუბსიდიების გადახდა, მილიციების დაფინანსება ან ვალუტის სტაბილიზაცია, ამ ზეწოლას ვეღარაფერი აკავებს. ისტორია გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს მსგავსი მომენტები. რუმინეთში 1989 წელს ჩაუშესკუს რეჟიმი სტაბილურად გამოიყურებოდა მანამ, სანამ არმიამ უარი არ თქვა მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლაზე, რის შემდეგაც რეჟიმი თითქმის ერთ ღამეში დაინგრა. ლიბიაში 2021 წელს, როდესაც გადაფის ფინანსური და სამხედრო ქსელები დაიშალა, მისი კონტროლი მთლიანად დაინგრა. ორივე შემთხვევაში ცვლილება სწრაფად მოხდა. ის მაშინ მოხდა, როდესაც კონტროლის დამყარების სისტემა შეწყვიტა მუშაობა. ირანსაც შეიძლება მსგავსი გარდამტეხი მომენტი დაუდგეს. როგორც კი ირანის რევოლუციური გვარდია დასუსტება, არტეში წინ წამოიწევს და სასულიერო პირებს ფული გაუთავდებათ. ის სტრუქტურა, რომელიც ყველაფერს ერთად აკავებდა, ნელ-ნელა დაიშლება. ფული, შეიარაღებული ჯგუფები და შიში რეჟიმის საყრდენები იყო. თუ ეს საყრდენები ერთად დასუსტდება, სისტემა შეკრული დარჩენის უნარს დაკარგავს. როცა ეს მოხდება, წლების განმავლობაში ზეწოლას გადატანილი მოსახლეობა აღარ იქნება შეკავებული. ამ ეტაპზე რეაქცია მხოლოდ გადარჩენაზე აღარ იქნება. ეს უკვე ანგარიშსწორებაზე გადაიქცევა. ხალხი მხოლოდ სასოწარკვეთილებით არ მოქმედებს. ისინი მოქმედებენ იმიტომ, რომ სჯერათ, საბოლოოდ დადგა ის მომენტი, როცა კონტროლის დაბრუნება შესაძლებელია. როცა ეს რწმენა წლების განმავლობაში მომლოდინე მოსახლეობაში გავრცელდება, ცვლილების შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად მოხდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. საბოლოო ჯამში, როცა ყველაფერს მთლიანობაში შეხედავ, ომის დასასრული არ არის საბოლოო ზღვარი. ეს არის უფრო სიღრმისეული გამოცდის დასაწყისი. გადარჩენა დამოკიდებული იქნება არა გარე გამარჯვებებზე, არამედ იმაზე, შეძლებს თუ არა სისტემა შიგნიდან ჩამოშლას გაუძლოს. მოლები შეიძლება ახალ ირანს უყურებდნენ, სადაც მათთვის ადგილი აღარ არის. 10 წლეულების განმავლობაში მათი სიმდიდრე იზრდებოდა, მაშინ როცა ერი იტანჯებოდა. მათ ფული დაბეჭდეს, რათა თავიანთი სიმდიდრე დაეცვათ, ბიუჯეტები ამოწურეს თავიანთი ქსელების დასაცავად და საავადმყოფოები, სკოლები და ინფრასტრუქტურა მსხვერპლად შესწირეს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. მაგრამ როცა ომი ჩაცხრება, ფინანსური რეალობა დარჩება. იგივე ჯიბეები, რომლებიც მაშინ გასუქდა, როცა ქვეყანა იტანჯებოდა, ახლა ცარიელი იქნება. და იგივე ადამიანები, რომლებმაც რეპრესიები გადაიტანეს, უყურებენ როგორ იწყებს ქვეყანა აღდგენას მათ გარეშე. ეს არის გარდამტეხი მომენტი. ბრძოლის ველი შეიძლება ჩუმი იყოს, მაგრამ ანგარიშსწორება შიგნიდან მოვა. სასულიერო პირები შეეჯახებიან მოსახლეობას, რომელმაც მათი კორუფციისა და სისასტიკის ტვირთი ზიდა. ახლა კი ხედავენ მათ გაკოტრებულებს, მხილებულებს და უძლურებს. იმ მომენტში ომის დასასრული მათი გადარჩენის ნიშანი არ იქნება. ეს იქნება მათი დაღმასვლის დასაცვისი. და აი ეს არის მთავარი. ბრძოლის ველი შეიძლება ჩაჩუმდეს, მაგრამ ნამდვილი სპექტაკლი ირანის შიგნით ახლა იწლება. თუ გინდა რომ მომდევნო მოვლენების წინარიგებში იყო, ფულის მორიგი კრახები, ნამდვილი ამერიკული მთები და ის დღე, როცა ფული საბოლოოდ მოიწურება, დააჭირე მოწონებას, თუ შენც ანგარიშსწორების გუნდის წევრი ხარ, გამოიწერე არხი რომ არაფერი გამოგჩეს და დააწყაპუნე ზარზე. როცა ჯიბეები დაცარიელდება, პოპკორნი ჩემზეა.